მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დაგიბრუნდით, მოკლედ უკვე ჩემი პოდკასტით. როგორც იცით, არ ვიცი, დავდე თუ არა ეგ ვიდეო, აღარ მახსოვს, მაგრამ როგორც იცით, აჩიკოს გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდა თავისი კულინარიული განხრით და დროებით, მე მგონი, მოკლედ თავის ერთ-ერთ საყვარელ ჰობის მიხედა და მინდა წარმატებები უსურვო მას თავის საქმიანობაში და ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ. მოკლედ მე შევეცდები ახლა რომ მოკლედ აგიხსნათ როგორი სტილის პოდკასტი მექნება მე, ცოტა იუმორი, ცოტა ყველაფერი, ცოტა იქნება ჩემს პოდკასტში და ვისაუბრებ ყველა თემაზე, რაც არ მომწონს პირადად მე. ამაში იქნება პოზიციაც, ოპოზიციაც და საერთოდ ყველა ტიპის ადამიანები, პოლიტიკური ფიგურები თუ ჩვეულებრივი რიგითი სოციმედიის წარმომადგენლები. განსაკუთრებით ვილაპარაკებ ჩემ პროფესიაზე, მე ვარ მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. ბევრი თქვენგანი მე მიცნობთ კომედიდან, კომედი შოუდან, ბავშვები კომედი კიდსიდან. ხო და ამ თემებზეც ვილაპარაკებ, რატომ აღარ ვარ კომედიში ვთქვათ, არა, იმიტომ არა, რომ რაღაცა უსიამოვნება მოგვივიდა, არა, უბრალოდ რაღაც პერიოდი მომიწია ამერიკაში ყოფნა, ჩემი სურვილით, რა თქმა უნდა. ვიყავი ამერიკაში, ვიცხოვრე 4 წელი, ჩამოვედი, მერე შევქმნილი ოჯახი და ესე მოხდა რა, მოკლედ. მერე კომედიის ხალხიც გაიყვნენ შოაზე, ზოგი თავარ არხზე წავიდა, ზოგი ფორმულაზე, ზოგი ძალკე თავისთვის გავიდა და მოკლედ რაღაცნაირად ვეღარ მოხდა ჩვენი კოლაბორაცია. მაგრამ ყველასთან მეგობრობ, ყველას მინდა რომ წარმატება უსურვო თავიანთ საქმიანობაში. ძალიან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს ამ ადამიანთან, ზოგთან მეგობრობ, ზოგთან უბრალოდ კარგი ნაცნობობა მაქვს, ზოგთან უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს ვიდრე მეგობრობა იმ ხრივ რომ ვიღაცისგან დავალებულიც ვიყავი ერთი პერიოდი, განსაკუთრებით ალექსასგან, მალხაზიშვილზე მაქვს საუბარი, ამიტომ დიდი მოკითხვა ალექსას ჩემგან და ძალიან კარგი მეგობრობა გვაქვს მე და ალექსას. ხო, შევეშვათ ახლა კომედიის, გადავიდეთ ჩემ პირად პოდკასტზე. მოკლედ და კონკრეტულად ესე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამე ხდება ჩვენ ქვეყანაში, ისეთი, რომელიც ჩვენ არ მოგწონს. ყოველ შემთხვევაში მე არ მომწონს. აქ არ იგულისხმება მხოლოდ პოლიტიკა. იმიტომ რომ პოლიტიკის გარეთ რა მოვლენებიც ხდება ზოგჯერ, ხო, იმას ძალიან დიდი გავლენა აქვს მერე პოლიტიკაზეც და ამაზეც მოგვიწევს ხოლმე საუბარი. ძალიან სერიოზული პოდკასტი, როგორც ასეთი, რომ აუ სიღრმეები და ეხლა რაღაცა ვითომ ის რა ქვია, ისინი რო არიან ვითომ კრიტიკოსები და რაღაცეები, ესე არ ვიქნები. მე უბრალოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ ხოლმე ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით და ეს იქნება ძირითადი თემა. უბრალოდ პროფილი ჩემი პოდკასტის. რაც შეეხება იმას, რომ ზოგჯერ იცით ხოლმე, რომ აი ესეთი რაღაცა ხდება ქვეყანაში, ესეთი ამბები ხდება ქვეყანაში და შენს აზრს არ აფიქსირებ და როგორ არ ვაფიქსირებ? მე ვაფიქსირებ ყველაფერზე ჩემს აზრს, რაც კი გამაჩნია ობიექტურად. ოღონდ. ხო და თუ ვინმეს გინდათ რომ რაიმე მხარე დავიჭირო და ვინმეს მხარეს ვიყო? არა. ვერავის მხარეს ვერ ვიქნები ჩემი ქვეყნის გარდა. ხო და ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებ, როგორც ვთვლი მე საჭიროდ და არა ვიღაცის ზეგავლენის გამო. ხო. მოდი, გადავიდეთ ახლა ძალიან
დიდი პრელუდია რო არ გამომივიდეს, გადავიდეთ უკვე უშუალოდ თემებზე. თემები გვაქვს ესეთი. პირველ რიგში მინდა დავიწყო ჩემი პროფესიით, რაზეც მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, იმიტომ რომ ვთვლი რომ მაქვს შესაბამისი კომპეტენცია და ვთვლი რომ ვარ საკმარისად ჩახედული ამ საქმეში და განათლებულიც. ამიტომ მოდი დავიწყოთ თეატრებიდან, დავიწყოთ მსახიობებიდან, დავიწყოთ რეჟისორებიდან და შემდეგ გადაცემებში უკვე ვისაუბრებ სხვა დანარჩენ თემებზე, რომელიც გვაწუხებს, ასე თუ ისე. და ნახოთ, აბა იმედია რომ მოგეწონებათ და იმედია რომ გვერდში დამიდგებით. ხო, რაც მთავარია. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ გვერდი, დამიკომენტარეთ. გამლანძღავთ, იმიტომ რომ მე არავის არ ვლანძღავ, ზოგადად ესე მგონია რომ ინტერნეტში ვიღაცის ლანძღვა საერთოდ არაფერს არ გვარგებს ჩვენ პირადად, არც ჩვენ და არც არავის რა ვიცი, აბა მგონია რომ ინტერნეტიდან ლანძღვა არის ძალიან დაბალი რანგის რაღაცა, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. მით უმეტეს როცა აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგის გამო ვიღაცის გალანძღვა, მე ესე ვფიქრობ, რომ არ არის კარგი. ხო, რაც შეეხება თეატრებს, მე ძალიან გული მწყდება რა იმაზე, რომ თანამედროვე თეატრი, ქართული თეატრი ძალიან მოწყვეტილია ხალხს. ანუ კი არიან რაღაც რომელიღაც თეატრები, ვინც ძალიან მასმედიით ძალიან აქტიურობენ, სოცმედიით ძალიან აქტიურობენ და პრემიერის თარიღებს დებენ და მობრძანდით და არეკლამებენ შეძლებს და გვარად თავიანთ სპექტაკლებს და აქედან გამომდინარე ზოგი მიდის, ნახულობს სპექტაკლს, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ხო თანამედროვე თეატრი, ქართული თეატრი ძალიან მოწყვეტილია ხალხს. მე გულისხმობ მასას, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა თეატრებში დადიოდა ჩვეულებრივი ხალხი, არანაირი სოციალური სტატუსით და არაფერი, უბრალოდ მიდიოდნენ, სიამოვნებას იღებდნენ, ნახულობდნენ კარგ სპექტაკლებს, კარგი რეჟისორის დადგმულს და კარგი მსახიობების ნათამაშებს და ნასიამოვნები ესე ბრუნდებოდნენ სახლში. მეცაც გეტყვით, რომ მე რომ გადავწყვიტე თეატრალურში ჩამებარებინა, აი ის პერიოდი მქონდა, რომ ჭოჭმანობდი რა, მინდა კი თეატრალური, თან მე ჩავაბარე 90-იანებში და იმ პერიოდში თეატრი და თეატრალური და ზოგადად მსახიობობა ძალიან ისეთი მცნება იყო რა, იმიტომ რომ უნდა ყოფილიყავი უფულო, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს და ასე შემდეგ. და ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი იყო საქართველოში, რომ თეატრები კი არა, ხალხს პურის ფული არ ქონდა და როგორ შეეტანათ სახლში ლუკმა პურის ფული, იმაზე იყო გადართული ყველა და მით უმეტეს ახლა მაშინ ბილეთი ღირდა, მე რუსთაველის თეატრში ვიყავი, მახსოვს წავედი უпростоრად მერერა რომ სველია სველი იასამანი. იყო ესეთი სპექტაკლი, სხვა შორის ძალიან კარგი სპექტაკლი, ძალიან კარგი მსახიობების კოლექტივით, ძალიან კარგი რეჟისურით. ვისაც ხსმენიათ ამ სპექტაკლის შესახებ, ერთ-ერთი იმ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი იყო რუსთაველის თეატრის სცენაზე და ამ სპექტაკლმა იქონია ჩემზე იმდენად დიდი გავლენა, რომ აი ეგ იყო ბოლო წვეთი, რამაც გადამაწყვეტინა, რომ კი მე ნამდვილად თეატრალურში მინდა ჩაბარება მეთქი და
პირველივე წელს სკოლა დავამთავრე თუ არა, ისე მოხდა რომ ჩავაბარე. ხო და რას ვიძახი ახლა ამითი რისით ხმა მინდა რა, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში შეიქმნა იქ სარდაფი, რუსთაველის სარდაფი, რომელმაც რაღაცა სასწაული ფურორი მოახდინა იმ პერიოდში თეატრალურ წრეში და აი არ იყო სპექტაკლი და არ იყო შაბათი დღე და ისეთი თავისუფალი დღე, როცა ჩვენ რუსთაველის სარდაფში არ დავდიოდით და არ ვნახულობდით, ამას ემატებოდა ისიც რომ კაბუ, ჩემი მეგობარია და ასევე სარდაფის რამოდენიმე მსახიობი ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან თბილი და ესეთი დამოკიდებულება მაქვს ყველას მიმართ და ამანაც შეუწყო რომ იქ მე ხშირად აი სტუდენტობის პერიოდში იქ დავდიოდით ხოლმე და უყურებდით სპექტაკლებს. ძირითადად მაინც მარჯანიშვილის თეატრში დავდიოდით, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი სპექტაკლები იყო იქ. იყო მარადი ქმარი, თემურ ჩხეიძის დადგმული, მამა, სასიყვარულო ბარათები და აი მართლა ძალიან კარგი სპექტაკლები იდგმეოდა და მართლა დავდიოდით ხოლმე, აი არ ვაცდენდით არც ერთ პრემიერას, მით უმეტეს არ გქონდა ჩვენ სტუდბილეთით შეგვეძლო 50 თეთრად შევსულიყავით და გვენახა სპექტაკლი. 50 თეთრად, წარმოგიდგენიათ აი 50 თეთრი. ეხლა რომ 50 თეთრი, რა ვიცი, მე რა სიყიდით ეხლა 50 თეთრად, არ ვიცი. ვერაფერს ალბათ, ხო? 50 თეთრად ვერაფერს ვერ იყიდით. ალბათ. ხო და დავდიოდით რა სპექტაკლებში, მიუხედავად გაჭირვებისა, მიუხედავად უფულობისა, მიუხედავად უშუქობისა, სიცივისა და 1000 პრობლემის და გაჭირვებისა, მაინც დადიოდა ხალხი სპექტაკლებზე და ნახულობდა პიესებს და სპექტაკლებს და მე მიდიოდა გარჩევა ამისი, სად უფრო კარგი სპექტაკლი იყო, რომელი მსახიობების კოლექტივი ჯობდა, იჯობდა თუ ეჯობდა და ამაზე მართლა სერიოზულად მიდიოდა ხოლმე მსჯელობა და ის. ეხლა რასაც დავაკვირდი მე, ხო, აი ბოლო პერიოდში რამდენიმე სპექტაკლი ვნახე, რამდენიმე თეატრში ვიყავი, სხვათა შორის ნახევარზე მეტი ჩემი კურსელები თუ არა, ჩემ პერიოდში ვის სწავლობდა თეატრალურში, ის ხალხი არის დღეს უმრავლესი თეატრის სცენებზე და მათ პირადად ვიცნობ, ზოგთან მეგობრობ, ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მათგანთან და ძალიან მიხარია ეს. და ახლა ბოლო პერიოდში რა სპექტაკლებიც ვნახეთ, აი ჩემი აზრი არის ეს და არც თუ ისე არაკომპეტენტური, რატომღაც აი მოდაში შემოვიდა სპექტაკლების დადგმა აი ესე რაღაცა კავენის სტილში თუ როგორ შეიძლება ამის თქმა, აი რაღაც ზედაპირულად რა, აი შენ ეს ტექსტი ისწავლე, კი ვისწავლე, შენ ის ხო, დავაი აბა თქვი ესა, ხო, კარგია, ხო. ეს შეიძლება ჭამოს დილეტანტმა და შეიძლება ჭამოს ჩვეულებრივმა მაყურებელმა, რომელიც არ არის ჩახედული პროფესიაში და უბრალოდ მას ესა თუ ის მსახიობი მოსწონს და მისი ნიჭიერებით აღფრთოვანებული ამბობს და გამოაქვს დასკვნები, რომ ეს სპექტაკლი ვარგო და თუ არ ვარგოდა. მაგრამ ღრმად თუ ჩაიხედავ და საერთოდ პროფესიონალიზმს შიგნით უფრო ღრმად ჩახვალ, უფრო ღრმად ცოდნე შეხედავს და შეაფასებს ამ სპექტაკლებს, არის აბსოლუტური ქაოსი მართლა. აი მე როდის თქვა ვინმე კრიტიკოსმა, ჯერეთი საერთოდ არსებობს საქართველოში კრიტიკოსი ნოდარ გურაბანიძის და მის მერე რა ქვია, მე მგონი ნორმალური კრიტიკა არ ყოფილა სპექტაკლების და ნორმალური თეატრმცოდნე მე მგონი აღარც არის საქართველოში, ან თუ არის მიკერძოებული რა, აი ვიღაცა იმ რეჟისორის მეგობარია და
იმის სპექტაკლზე აკეთებს რეცენზიას და მე ეს რაღაცა ჯიგრული დამოკიდებულება თუ რაღაცა აქვთ ერთმანეთთან და აქედან გამომდინარე მე ნუ როგორც არის რა ხო და რამე რეცენზია არაფერი რეცენზია დაიდგმება რაღაც სპექტაკლი ნუ თუ იმითი არ გაიგო ვინმე რა ქვია ინტერნეტით კაციშვილი ამაზე არ ამბობს არც ერთ არხზე არ არის რამე ერთი გადაცემა მაიცი რომელშიც იქნება თქვათ ერთი თეატრმცოდნე ერთი რეჟისორი ერთი მსახიობი კომპეტენტური და ნიჭიერ ხალხზე მაქვს მელაპარაკი და რომლებიც ილაპარაკებენ რა საქართველოში არსებულ სპექტაკლებზე და არა მარტო თბილისში არსებულ თეატრების სპექტაკლებზე არამედ რაიონში აი გორს არაჩვეულებრივი თეატრია გორს ხო თელავია გერბატონო იქ არის რა ძალიან ბევრი თეატრებია ჩვენი დედაქალაქის გარეთ რომელსაც არაჩვეულებრივი კოლექტივი ყავს ბათუმის თეატრი ბატონო ქუთაისის თეატრი ბატონო ფოთის თეატრი არაჩვეულებრივი თეატრები ყავს და რო გავლენ ნახავენ სპექტაკლს ნორმალურ ადეკვატურ რეცენზიას დაწერენ გაარჩევენ სპექტაკლებს იტყვიან რა ქონდა კარგი რეჟისორს რა ქონდა კარგი მსახიობს რა იყო ამ სცენაში რა იყო იმ სცენაში ესე ზედაპირულად რომ იცით რა ეს ახლა ვნახეთ მე სპექტაკლი ვნახე და რეჟისორს უნდოდა რომ ჩვენთვის ეჩვენებინა რომ აი ეს თქვენ რა იცით რეჟისორს რა უნდოდა ერთი რაღაცა არის ყოველთვის რა მე როცა უყურებ სპექტაკლს და ზოგადადაც ესეა რა სპექტაკლში რომელსაც მე ვუყურებ თუ რამე ვერ გავიგე და მე თუ გამიჩნდა შეკითხვა რატომ ეს იმას ნიშნავს რომ ის არის გაუგებარი თუ რაიმე არის გაუგებარი სპექტაკლში ესე იგი ის არ ვარგა ესე იგი ის ცუდია მე არ უნდა გამიჩნდეს შეკითხვა რატომ როგორც ჩვეულებრივ მაყურებელს შეიძლება ნუ რაღაც სიტყვაზე ვამბობ სპექტაკლში დასაწყისში რაღაც შეკითხვა გამიჩნდეს მაგრამ ამ შეკითხვას უნდა სადღაც გაეცეს პასუხი თუ ეს არ ხდება მაშინ არ ვარგა გაუგებარი არაფერი არ უნდა დარჩეს სცენაზე და ეხლა რაღაც დავაკვირდე ეს ტენდენციას აიღებენ და ესთვის ვიღაცა დავარდება მოკვდება 5 წუთში გაცოცხლდება რაღაც გასაგებია ჩანაფიქრი გასაგებია რეჟისორის მონახაზი გასაგებია რაღაცა ფორმა სპექტაკლის გასაგებია მაგრამ ბევრი რამე ეხლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად არ გადავალ რაღაც ფაქტებზე იმიტომ რომ ჯერჯერობით ეხლა შევეცდები რომ უბრალოდ ზედაპირული საყვედური შემოვიფარგლო ჩემი პროფესიის და კოლეგების მიმართ, იმიტომ რომ უბრალოდ ესე მგონია და კოლეგიალურად ესე კარგია და ჯობს, რომ ცოტა რბილად გავაკეთო ეს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ხალხი გამოჩნდება და ისეთი, ვინც ალბათ კომენტარებში დაწერს, რომ აი დააკონკრეტე რომელ თეატრს გულისხმობდა, რომელ იმას გულისხმობდა, რომელ ამას გულისხმობდა. გასაგებია, ნუ ჩემთვის ვინ ვისი გულშემატკივარია ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს ის რომ საქართველოში თეატრი არის აბსოლუტურად ცალკე და ხალხი არის აბსოლუტურად ცალკე. აი ბოლოს როდის გაიგეთ? აი კომპიუტერში ნანახი რეკლამებით კი არა. აი ჩვეულებრივად ისე, აი მე მაგალითად ადრე ესე იყო რომ სადღაც რაღაცა კარგი სპექტაკლი თუ დაიდგმებოდა მეორე დღეს თელმა ქალაქმა იცოდა რომ იქ იყო რაღაც კარგი სპექტაკლი რომელიც აუცილებლად იყო სანახავი. და ეს ვრცელდებოდა ხმებით, რა რეკლამაზეა ლაპარაკი 90-იანებში, რეკლამა კი არა, მე მგონი 60% დედაქალაქისა უშუქოთ ვიყავით და რა ქვია, მართლა ფანჯრის რაფებს წვავდა ხალხი სახლში და 1000 გაჭირვება იყო და საერთოდ არ იყო საშუალება რომ ტელევიზიით რეკლამაო, სასწაული ფასები ჯდებოდა, მაშინ ინტერნეტი და ესე წვდომა სოციალებთან სად იყო, რა ის ინტერნეტი კი არა, მობილურიც ახალი შემოსული იყო, ისიც ჩვეულებრივი მობილური ტელეფონი რომ დაგერეკა და დაგირეკავდნენ და ნუ მაქსიმუმ
მოკლე ტექსტური გაგეგზავნა და გამოეგზავნათ. მერე რომ შემოვიდა ეს რაღაც ვიდეოს გადაგზავნა თუ რაღაცა, ეგ იყო ყველაზე მაგარი თუ რაღაცა და ესეთი დრო იყო. მაგრამ იმდენად მალე ვრცელდებოდა ხმა, რომ აი იქ რაღაცა კარგი სპექტაკლია, იქ ვიღაცა რეჟისორმა ნახერა კარგად დადგა რაღაცა, იქ მსახიობაო გიჟია, ეგ მსახიობია, ესეთი გამოთქმა იყო. ნუ თუ ვინმე მსახიობზე იტყოდნენ, რომ რა ნიჭიერია ეს ნაბი. ეს ნიშნავდა, სასწაული რაღაცა ქონდა ჩატარებული სპექტაკლში და ისეთი ნათამაშები და შექმნილი როლი ქონდა ადამიანს. მე რაღაცა მოხდა, აი რაღაცა წვეტა მოხდა რა. ალბათ მე ვიყავი ალბათ ბოლო თაობა რა იმ პროფესორებისა, რო ვისწავლე იმ პროფესორებთან, რომელიც მაშინ იყვნენ თეატრალურში. თეატრალურში ძალიან კარგი პედაგოგები იყვნენ ყოველთვის, ეხლაც არიან ალბათ, მე არ ვიცი, მე მგონი რამოდენიმეს ვიცნობ. მაგრამ არ დავასახელებ ახლა ვის ვიცნობ, მაგრამ მაშინ ხო, აი მე მაგალითად მასწავლიდა დავით კობახიძე, რომელიც იყო მიშა თუმანიშვილის ნასტუდენტარი, მერე მისი ნაასისტენტარი, მერე სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო ახალგაზრდობაში და 6 თუ 7 თეატრის მთავარი რეჟისორი იყო, ძალიან აკადემიური, ძალიან და პროფესორი იყო ადამიანი. ჩემს კურსზე მაგალითად ასწავლიდა შალვა გაწერელია, რომელიც იყო, ოსტატობის კათედრის გამგე, დათო კობახიძე იყო დეკანი და პროფესორი ასევე ჩემი კურსელები იყვნენ, ჩემ კურსზე ასწავლიდა ქალბატონი მედია კუჭუხიძე, რომელიც იყო, არანორმალურად ძალიან მაგარი პედაგოგი და ამავდროულად რეჟისორიც, იცით თქვენ მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა მედია კუჭუხიძე და ძალიან კარგი თაობა ყავს აღზრდილი განსაკუთრებით ჩემი კურსელები. ასწავლიდა გოგი ქავთარაძე, ჩემ პარალელურ კურსს, ასევე გოგიც, ჩემი წარდგენა გოგის არ ჭირდება, იცით ალბათ ვინც იყო და აი ესე. და იქ იმას რა ქვია ხატრულ კითხვას გენცვალე ასწავლიდა, რა ქვია, საღარაძე, იქ ჯინორია და აი ეს ხალხი იყო თეატრალურში და ეს ხალხი ზრდიდა თაობებს. სხვათა შორის ჩემი კურსიდან ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც თეატრში წავედით და ვინც მსახიობი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არანახული კონკურენცია იყო მაშინ, აი რაღაც ასწაული რა. და ამის და მიუხედავად მაინც აი ესე მოხდა რა, ძალიან ბევრი ხალხია დღეს, ვისაც იცნობთ თქვენ სერიალებიდან, ფილმებიდან და შოუებიდან და ასე შემდეგ, თითქმის ნახევარზე მეტი ჩემი კურსელი იყო. ქალბატონი ლილი იოსელიანი ასევე, აი რაღაცა ზღაპარი პედაგოგი და ლილი იოსელიანის გაზრდილი თაობები, ლეგენდა არის და ცალკე სალაპარაკო თემაა და ცალკე სხვა პროფილის გადაცემის თემა არის ალბათ რა, ეს მე არ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ აშკარად არის რაღაცა ისეთი წყვეტა მაყურებელსა და თეატრს შორის, რომელიც უკვე იმდენად დიდ ღრმულს აჩენს ერთმანეთს შორის, რომ ამ ღრმულის ამოვსებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება და ძალიან კარგი თაობა დაჭირდება რეჟისორების. არიან ძალიან ნიჭიერი რეჟისორები, რომლებიც რატომღაც ჩემდა გასაკვირად არ ჩანან, ან ვერ ჩანან რაღაცის გამო, ან ვიღაცის გამო. მე პოლიტიკას არ ვეხები, უბრალოდ აი ესეა რა, მაგალითად ძალიან ნიჭიერი კაცი არის ქობლიანიძე ლევანი მაგალითად მაშინ რა ქვია მოზარდში გავდა ხოლმე სპექტაკლებს. რატო აღარ არის მოზარდში ახლა? ან შეიძლება არის, მაგრამ მისი დადგმული სპექტაკლი არ მინახავს, ძალიან ნიჭიერი კაცია მაგალითად. გიორგი კანთარია, რომელიც რუსთავის თეატრში მუშაობს სოსო ნემსაძესთან ერთად ახლა და იქ დგავს რაღაც სპექტაკლებს და აი ესე ჭრდილშია ცოტა ჩემი აზრით, რომ
გიორგი კანთარია არ უნდა იყოს ჭრდილში და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორები არიან, რომლებიც არიან ჭრდილში. და კიდევ ვიმეორებ, ეს ის რეჟისორები არიან, ვინც ახლა მე ჩამოთვალე, რომ უყვართ პიესაზე მუშაობა. ეხლა რა არის, იცი, მოდაში შემოვიდა, რომ აი ჩქარა, მიდი და ნახევარ ფაბრიკატებივით ყოველ ორ კვირაში ერთ თვეში უშვებენ სპექტაკლებს. მუშაობა სჭირდება სპექტაკლს, როგორც რეჟისორის მხრიდან, ასევე მსახიობის მხრიდან. მსახიობმა ჯერ ტექსტი არ იცის წესიერად და უკვე ათამაშებ პრემიერას. ეს ვისი ბრალია ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ და თქვენთვის მომინდია ეგ ამბავი რომ ვისი ბრალია და ვინ არის ამაში დამნაშავე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, მაგრამ მე ვამბობ პრობლემას. არ შეიძლება ორ კვირაში დადგა ადამიანმა სპექტაკლი და ის გამოვიდეს კარგი, ვერ გამოვა ის კარგი. სულ რომ რობერტ სტურუა დგავდეს იმ სპექტაკლს ან თემურ ჩხეიძე, ან მიხეილ თუმანიშვილი, ხო, ვერ გამოვა. ორ კვირაში დადგმული სპექტაკლი ვერ იქნება კარგი. ეს იქნება ტექსტის სხაპასკუპით ლაპარაკი. და თუ ჩემი არ გჯერათ, აი ჩვეულებრივი რიგითი მაგალითად, აი მიდით დღევანდელ მსახიობებთან, არსებულთან დიდ თაობას არ ვეხები, მე აი ჩემი თაობა, ჩემზე პატარები და იმათზე პატარები და ვინც ახლა არიან ეკრანებზე და თეატრის სცენებზე. და გკითხეთ უბრალოდ, აი გამჭოლი მოქმედება რა არის? თუ გიპასუხებთ, ესე იგი იმას რაღაცა ელემენტარული წაკითხული აქვს თავის პროფესიაზე და ძალიან კარგი. მაგრამ დარწმუნებული ვარ 99% ამაზე ვერ გიპასუხებ და ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, რას ნიშნავს გამჭოლი მოქმედება. რას ნიშნავს ზეამოცანა, ქვეამოცანა და ასე შემდეგ რა. ეს დღევანდელმა მსახიობებმა არ იციან. ან არ ასწავლიან თეატრალურში ამას და უბრალოდ იქაც ზედაპირულად არიან უკვე მინდობილები იმაზე, რომ ნიჭიერია. ნიჭიერი შეიძლება იყოს მსახიობი, მაგრამ თუ მას პროფესია არ შეასწავლე და პროფესია ეს იმიტოა პროფესია, რომ ამას სწავლა ჭირდება. იმიტომ რომ თუ მან არ იცის მოვლენა, როგორ დაამუშაოს, როგორ განავითაროს, როგორია მისი ამოცანა ამ სცენაში, რომელია გამჭოლი მოქმედება, რა უნდა ქნას იმ სცენაში, ის რო თავისი ძალა და ენერგია და ემოცია უნდა გადაანაწილოს ისე, რომ აქედან დაიწყოს ამ წერტილიდან და მივიდეს ამ წერტილამდე, როგორ დაიწყოს და როგორ მივიდეს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ დღეს უკვე ეს აღარ ხდება. ამიტომ უყურებთ ხოლმე სპექტაკლს, მოგვეწონა ფორმატი, კარგია რეჟისორს მოუფიქრებია, უი დედა რა კარგი, რა ლამაზია. რა კარგად დაუხატავს მხატვარს. იცით რა არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მსახიობისთვის და არა მარტო მსახიობისთვის, რეჟისორისთვისაც. როცა შეგეკითხება, რომ აბა მოგეწონა სპექტაკლი და შე რო პასუხობ ესე. კი, ძალიან ვინ დახატა ეს სპექტაკლი? ან ეს რა მუსიკა იყო? აი როცა ამას გეტყვიან შეფასებად, ჩათვალე რომ თქვენ იქ საერთოდ არ არსებობთ. იმდენად უინტერესო იყავით, რომ ხალხი უყურებდა დეკორაციას და უსმენდა მუსიკას და თქვენ საერთოდ ფეხებზე ეკიდეთ, რას აკეთებდით იქ. ამიტომ რამდენიმე რეჟისორი არიან ჩემთვის საპატივცემულო ყოველ შემთხვევაში დღევანდელ რეჟისორებში, ეხა დიდ მაესტროს არ გულისხმობ, რობერტ სტურუაზე მაქვს მე ლაპარაკი, ის არის როგორც მაპატიოს ყველა, მაგრამ როგორც აი ღმერთზე ვერ იტყვი რაღაცას რა, იმიტომ რომ ის არის ცალკე თემა, სხვაგან არის, სხვაგან ზომილება, აი ესე არის ხა რობერტ სტურუაზე უკაცრავად არ შეიძლება ილაპარაკო რობერტ სტურუაზე და წერტილი. ის არის, იმის იქით უკვე მართლა ღმერთია, მეტი აღარავინ. ამიტომ მე ვლაპარაკობ აი ჩვეულებრივ მოკრავ რეჟისორებზე, რომლებსაც რაღაცა კარგი გაუკეთებიათ და კარგი სპექტაკლები დაუდგამთ და მართლა უთქვამთ თავისი სიტყვა ხელოვნებაში, მაგალითად ლევან წულაძე, ჭოლა იგივე არაჩვეულებრივი რეჟისორი,
არაჩვეულებრივი ხედვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთი პატივსცემ, ძალიან დიდ პატივსცემ. სხვათა შორის მისი დანაშაულის და ბრალიც არის, რომ ესე ფაბრიკასავით რამოდენიმე კვირაში დავდგათ სპექტაკლი და გაუშვათ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი დამსახურება მისიც არის ამაში. სოსონ ემსაძე არაჩვეულებრივი რეჟისორია, მე ვიცნობ მას პირადადაც და ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი რეჟისორია. ნუკრი ქანთარია არაჩვეულებრივი რეჟისორი, ლილი იოსელიანის ნამოწაფარი და ასე შემდეგ. აი ეს მაგრამ აი ნუკრი ახლა მე მგონი ბათუმშია თუ არ ვწდები. სხვათა შორის ბატონი ნუკრი ქანთარიას ბიჭი არის გიორგი ქანთარია, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი ნიჭიერი ადამიანი, ასევე არაჩვეულებრივი რეჟისორი, ახალგაზრდა რაც თავარია და ძალიან კარგი რეჟისორის ნამოწაფარი, მედია კუჩუხიძის ნამოწაფარია, ასევე გიორგი ქანთარია. ასევე ვთქვი ლევან ქობლიანიძე, რომელიც რატომღაც შემდა გასაკვირად არ მსმენია მის შესახებ დიდი ხანია და მგონი არ დაუდგამს სპექტაკლი დიდი ხანია და ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ჩემ სტუდენტობის დროს კურსელები ვიყავით ჩვენ და მის რამოდენიმე სპექტაკლში მეც მომიწია თამაში და ძალიან კარგი რეჟისორი იყო, ძალიან კარგი ტვინით, ძალიან კარგი მოფიქრების უნარით და ნიჭიერებით. აი ძალიან მართლა ძალიან დასაფასებელი და რაც თავარია ძალიან მუშა რეჟისორი. აი უყვარდა ჩაძიება ყველა დეტალზე, ყველა ნიუანსზე, ყველა აი როგორც იუველირი აკეთებს რაღაცას ოქროულობაში, აი ესეთ დონეზე ჩაუგრმავდებოდა და ჩაეძიებოდა ყველა სპექტაკლს. მე მომწონს არ მომწონს ეს უკვე სხვა თემა არის, მაგრამ დოიაშვილი საკმაოდ ნიჭიერი კაცი, საკმაოდ ფართო აზროვნებით და საკმაოდ ნიჭიერი გადაწყვეტილებებით და საკმაოდ კარგი სიტყვა აქვს ნათქვამი ქართულ ხელოვნებაში. ვერ ავწდებით ამას, რო არ ვთქვათ მასზე დადებითი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი სპექტაკლია დოიაშვილის დადგმული, რომელიც მართლა ღირებული იყო და მართლა რაღაცა შეცვალა იმ სპექტაკლებმა ქართველი ახალგაზრდების და ქართულ რეალობაში რა რაღაცეები შეცვალა. ასევე ვარსიმაშვილი მაგალითად ძალიან მაგარი კაცი, რეჟისორი, ძალიან ნიჭიერი, ამდენი წელია უკვე თავისუფალი თეატრი და გრიბოედოვი, აი ახლა ვარსიმაშვილიც ასევე ძალიან ნიჭიერი კაცი და პროფესიონალი რაც თავარია. შალუტაშვილი ჩემო ბატონო ძალიან ნიჭიერი პედაგოგი, ძალიან ნიჭიერი რეჟისორი. მარგველაშვილი ასევე უნიჭიერესი რეჟისორი, მაგრამ ეხლა რა არის, იცით, მე ამ რაღაცებს რო ვთვლი, ხო? ერთია რომ შენ ხარ ნიჭიერი რეჟისორი და ვიცით ამის შესახებ, იმიტომ რომ დაგიდგა სპექტაკლი ისეთი, რომელსაც უსვრია და მართლა კარგი და ხელოვნების ენაზე რო ვთქვა, ღირებული სპექტაკლები იყო, მაგრამ დღეს სადა ხართ დღეს? ანუ სპექტაკლი დაიდგა, რეკლამა გავიდა და მივედი ვნახე და რაღაცა ეს გასაგებია, მაგრამ აი ეს ღირებული სად არის? ის ღირებული სპექტაკლი სად არის? ნიჭი დაკარგეთ? არა. რაღაცა მოხდა კიდევ ვიძახი რა, ისეთი რომელმაც ეს ყველაფერი აი ესეთ გააუფასურა თითქოს რა. და ეს მოხდა იმის ხარჯზე, ჩემი აზრით, რომ აი ესე ფაბრიკასავით არ შეიძლება ითქმეოდეს სპექტაკლები ყოველ ორ კვირაში რა. ვიღაცისთვის ალბათ შეიძლება, და ესეთი პრინციპით მუშაობდა ვაკი სარდაფიც და ისე რა ქვია, რუსთაველი სარდაფიც, მაგრამ
რუსთაველის სარდაფში კოლექტივი ვინც იყო, ყველა ნიჭიერი ადამიანი იყო შეკრებილი მართლა. დაწყებული დუტა, კაბუ, ბარათაშვილი ბესო და აი ძალიან ბევრი რა. ნუ აი თითქმის ყველა ვინც იქ ჭოლას რუსთაველის სარდაფში მუშაობდა, დაწყებული გამნათებელიც კი ნიჭიერი იყო და მუსიკალური განფორმებელიც და აი ყველა რა მართლა ესე ნიჭიერი ხალხის თავშეყრა მოხდა ერთად და იმიტომაც დაიდო კარგი შედეგი. მაგრამ ეს შედეგი ხო უნდა გაგრძელებულიყო რაღაცნაირად და უფრო უკეთესობისკენ წასულიყო. ხო, თეატრებს გულისხმობ მე კი, ძალიან ბევრი ფილმი გადაიღეს, ძალიან ბევრმა ფილმმა ძალიან კარგად გაისროლა, ძალიან ბევრი ფილმი აღმოჩნდა, ძალიან ბევრი პრიზის მფლობელი და მატარებელი, მაგრამ თეატრებსაც შეეხება. აი, როდის გაიგეთ მაგალითად ბოლოს, რომ ჩვენმა რომელიმე სპექტაკლმა რაიმე საერთაშორისო ფესტივალზე რაიმე პრიზი მოხსნა. როცა ჩვენ ქვეყანაში დახურულ თეატრს დაუკრეს ტაში რუსთაველის თეატრს მეფე ლირის გულისთვის ჩამოვიდნენ და დახურულ თეატრს დახვდა თეატრი ბრიტანელებს და დაუკრეს გარეთ ტაში და წავიდნენ. აი ეს ქვეყანა ვიყავით ჩვენ და დღეს აი მითხარით რაიმე ან თუ აღებული აქვთ რაიმე პრიზი ჩვენ რომელიმე თეატრს ხო უნდა გავიგოთ ამის შესახებ, ხო? ადრე ვიგებდით, ჭორის დონეზე ვიგებდით, რომ იქ მაგარი სპექტაკლი დაიდგა, იქ მაგრა ვიღაცამ ითამაშა, იქ იმ რეჟისორმა ნახე რაქნა, იქ ის ჭორებით ვიგებდით, ჭორებით, რომ აი იმ ვიღაცა გეტყოდა, ის გეტყოდა, ეს გეტყოდა და მე უკვე შენც იმდენად ინტერესდებოდი, რომ მიდიოდი და ნახულობდი ამ ყველაფერს. და მე შენი აზრი გიჩნდებოდა, ხა მართლა მაგარი იყო თუ ისე რა, თუ როგორც არის. დღეს ამდენი საშუალება არსებობს, ნუ აი რაღაცა საზოგადოებრივ არხს მაინც ქონდა ხოლმე ეგეთი რაღაც გადაცემები, რომ მოიწოდნენ მაგალითად რეჟისორს ვიღაცას და ალაპარაკებდნენ ახალდადგმულ სპექტაკლებზე და ასე შემდეგ. აღარ არის. აი დღეს ამდენი საშუალება არსებობს და მე არ გამიგია რომელიმე სპექტაკლზე ეხლა მაგალითად რამდენი 1-2 გავიგე კი ბატონო რომ ნუ აი კარგიაო. ისიც გავიგე ისეთი მიკერძოებული ტიპებისგან, ვისაც არ დაეჯერება, იმიტომ რომ იმ რეჟისორთან აქვს რაღაცა კონკრეტული ურთიერთობები იმ ადამიანს და იმისას რომ როცა აქებს ადამიანი, ჩემთვის არის ცოტა დაუჯერებელი განა იმ ხრივ რომ იმ რეჟისორს არ შეუძლია რომ დადგას. უბრალოდ მგონია ხოლმე რომ მიკერძოებულია და ალბათ მე თვითონ ვნახო და მე მივიდივარ ვნახულობ. და ასეც აღმოჩენილა ჩემდა სამწუხაროდ ძალიან ხშირად. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ რაღაცა ან ინტერნეტ გადაცემა გააკეთოს ვიღაცამ, ნუ ალბათ მე შეიძლება ვცადო რომ რაღაცა ისეთი ფორმატის პოდკასტი გავაკეთო, სადაც მართლა ყველა სპექტაკლს რაც კი არსებობს საქართველოში ვნახავთ და მე ამას რეჟისორებთან ერთად განვიხილავთ და გავარჩევთ სხვების თანდასწრებით და მაყურებლის თანდასწრებით და ვიტყვით მართლა სიმართლეს. ამას ჭირდება მიუკერძოებელი თეატრმცოდნე, მიუკერძოებელი რეჟისორი და მიუკერძოებელი მაყურებელი, რომელიც მართლა რეალურად შეაფასებს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ დღეს რასაც უყურებ მე მაგალითად, ხო? აი ის იმას აქებს, იმიტომ რომ აი ხო ის ჩემი ნასტუდენტარია, ან ის არის ჩემი რაღაცა ესეთ დონეზე წყდება რაღაც საკითხები თეატრალურ სფეროში და არ ვარგა. ეს იმას ნიშნავს, აი ზუსტად მაგის ბრალია მე რომ ხელონ და ესეთი ტიპის გადაცემები კიდე იქნება იმპულსი კარგი რეჟისორებისთვის, რომ ისინი უკვე შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად შედეგზე და მაქსიმალურად ეფექტზე იფიქრონ იმისთვის, რომ კონკურენციაში შევიდნენ სხვებთან რა და მართლა რეალურად წავიდეს კონკურენცია
ჯანსაღი, რა თქმა უნდა, აქ ბოროტება და რაღაცა მტრობაზე არ მაქვს მელაპარაკი. უბრალოდ ჯანსაღი კონკურენცია წავიდეს თეატრებს შორის. როგორც იყო ადრე, მარჯანიშვილი რუსთაველი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვის უფრო მაგარი სპექტაკლი ექნებოდა და ასეც იყო და გინდა იქ წასულიყავი, გინდა იქ უბრალოდ რობიკოს მოსვლის შემდეგ უკვე სპეციფიკა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებისა იქ ცოტა უფრო მეერხოლდის გავლენა იყო, აქეთ უფრო სტანისლავსკის გავლენა იყო და ასე შემდეგ რა და მე შენ თვითონ ირჩევდი უკვე რომ ის სპექტაკლი ის ხო, ნუ ისე რა იყო, ეს ძალიან მაგარი იყო. მე მიდიოდი იმას რა, ასევე იყო თელავის თეატრი. თელავის თეატრი ერთი პერიოდი, სანამ ბატონი ნუკრი ხანთარია მუშაობდა თელავის თეატრში, ეს იყო ნუ რაღაცა არაჩვეულებრივი მსახიობები. კიდევ ვიძახი, თელავის თეატრს ყავს ძალიან მაგარი მსახიობები, ძალიან უნიჭიერესი ხალხია. და ნუ არ ჩამოთვლი სახელებს, კიდევ ვიძახი, იმიტომ რომ ვიღაცა რო გამომრჩეს, ხო, მე შეიძლება ვინმეს გული დაწყდეს, ამიტომ სახელებით არ ჩამოთვლით, ვინც იცით თელავის თეატრიდან, ყველა მათგანი არის აბსოლუტურად ძალიან ნიჭიერი ხალხი და ნუკრი ხანთარიას დროს თელავის თეატრი ქუხდა მართლა. ასევე თელავის თეატრი, ნუ ეხლა ნუგზარ ლორთქიფანიძის გარეშე, ნუ არ შეიძლება ითქვას. ქუთაისის თეატრი ქუხდა ერთი პერიოდი, გორის თეატრი სასწაული იყო ერთი პერიოდი. და ასევე ყველა ფოთის თეატრი ბატონო და ეგ ბათუმის თეატრი და ჭიათურას ყავდა კიდე კარგი თეატრი ბატონო. იქ ძალიან ბევრი თეატრი იყო საქართველოში და ეს ყველა თეატრი ერთმანეთს ეჯიბრებოდა, ოღონდ კარგი გაგებით ეჯიბრებოდა. ისე არა ჯიბრით რაღაცა ის რაღაცა. არა. ერთმანეთს და ესეც არის რა, მსახიობობა და რეჟისორობა არის, ეგ არის. აბა შეჯიბი მარათონივით არის რა, შენ რომ აბა შენ 5000 წელია რომ ერთი და იგივე თეატრში ხარ. ამ შემთხვევაში კიდევ ვიძახი, მე არ ვეხები რუსთაველის თეატრს, იმიტომ რომ იქ ისეთი ადამიანია, რომ იმას არ უნდა შეეხო. სხვა დანარჩენზე მაქვს ლაპარაკი. 15 წელია რომ ერთი და იგივე თეატრში ხარ, შენ მამაც ხონებულო რა. და 15 წლის განმავლობაში შენი საკუთარ სპექტაკლს არც ერთს რომ არ გაუსროლია. არც ერთს რომ არ გაუსროლია შენი სპექტაკლიდან, ხო? ესე იგი არ არის ეს შენი საქმე და უნდა დაუთმო ვიღაცა სხვას, ვისი საქმეც არის ეს. და ესეთი ყავს ჩვენ თბილისის თეატრში, რამოდენიმე თეატრში ესეთი მართველი და რეჟისორები, რომელსაც არასოდეს არაფერი ღირებული არ გაუკეთებია და არ დაუდგამს. მაგრამ წამყვან პოზიციებზე მუშაობენ და განა მათ ვებრძვი, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი რეჟისორია დღეს თეატრის გარეთ, რომელსაც მართლა შეუძლია მუშაობა და მართლა მის სპექტაკლებს გაუსვრიათ. და ჩემ და სამწუხაროდ და ჩვენ და სამწუხაროდ ქვეყნის თლიანად ამ ბოლო დროს დაემატა კიდე ისიც, რომ პოლიტიკური შეხედულებების როგორც არის. ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომ შენ თუ ოპოზიციისკენ ხარ, შენ რაღაცა და შენ თუ პოზიციისკენ ხარ, შენ მაგარი ხარ, ეს არის დამღუპველი ტენდენცია. ამიტომ ეხა ძალიან ზოგადად ვილაპარაკე მე ამ თემებზე, მაგრამ ჩემი სურვილი არის, რომ მეტი კავშირი გაჩნდეს თეატრსა და მაყურებელს შორის რა. და მეტი იფიქრონ რეჟისორებმა, რომ დადგან რამე მართლა ღირებული და კარგი. ისეთი, რომელიც მარტო აქ კი არ გაისვრის, იქაც გაისვრის ფესტივალზე და იქაც იტყვის თავის სათქმას. იყო პერიოდი, როცა ქართულ თეატრს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, საერთოდ საბჭოთა სივრცეში, ეს იყო დაახლოებით 15-18 რესპუბლიკა, ბადალი არ ყავდა ქართულ თეატრს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მხატი და ისინი რუსეთის თეატრები გლიჯავდნენ, მაგრამ მაინც ჩვენი თეატრი იყო მათზე ძალიან ბევრად მაღალი დონის. იმიტომ რომ
ყავდნენ ისეთი პროფესიონალები, როგორიც მიშა თუმანიშვილი იყო, დიმიტრი ალექსიძე იყო, ლილი იოსელიანი იყო და ასე შემდეგ. აი მათ მერე ცოტა იკლო, მერე კიდე იკლო და დღეს თეატრალურში ვინ ვის რას ასწავლის, როგორ ასწავლის, ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს, არ ყოფილვარ დიდი ხანია მე თეატრალურში, მაგრამ ძალიან საინტერესოა ეგეც რა. რომ ეს რაღაცა ახალ მეთოდების მოფიქრებაში გაგვეპარა მთელი თაობები. აი სწავლების ახალი მეთოდების მოფიქრებაში დაიკარგება თაობები რეჟისურაშიც და მსახიობებშიც. ამიტომ მე მგონია, რომ ჯობს რომ სწორად, კარგად, გამართულად ასწავლოს პედაგოგებმა თეატრალურში ანბანი, რასაც ანბანი ქვია თეატრალური მსახიობებისთვის და ის მერე თუ ნიჭიერია ამას გამოიყენებს, თუ ნიჭოა არაფერი იმას არ უშველის, არავინ არ უშველის იმას. მაგრამ არის ხო საშუალო ნიჭის მქონე არტისტები და იმათ სჭირდებათ სწავლა. როგორ დაამუშავონ მოვლენები, როგორ იმოქმედონ, როგორ მოусმინონ, როგორ და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ესეთი სტილის და ტიპის პოდკასტი მექნება მე. იუმორსაც შეურევ ხოლმე ხანდახან. თუ ჩავთვლი რომ იქ საიუმოროთ გვაქვს საქმე, ამიტომ მე მგონია რომ საინტერესოდ ვილაპარაკებთ რაღაცებზე. ეხლა მე რაც ვილაპარაკი აქ თეატრთან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. ოღონდ ისე კი არა რომ შენ იქ ყოფილ ხარ, ძმაო, გინახავს იქ სპექტაკლი თუ რაღაც. მე ძალიან ბევრ თეატრში და ძალიან ბევრი ადამიანი მისროს, განსაკუთრებით ჩემი თაობა, ჩემზე ოდნავ დიდების და პატარებიც და იციან რომ არ ვარ მიკერძოებული ტიპი. და თეატრშიც ყოფილ ვარ და რეჟისორათაც ყოფილ ვარ მათ შორის, მთავარ რეჟისორად. მსახიობად ხო თავისთავად იცით თქვენც რომ ვიყავი თეატრის მსახიობი. ხო და მაქვს სამაგისტრო კომპეტენცია რომ ვისაუბრო ამა თუ იმ თემაზე რა. და რაც შეეხება იმას რომ აი ის გინახავს, კი ესე მიქეს სპექტაკლი, წავედი ვნახე. არაფერი. მსახიობები ყვირიან ბევრს. რატომღაც და როგორც არის რა. ეხლა არ ჩაუღრმავდები ამ თემას, იმიტომ რომ დღეს პირველი გადაცემაა, რასაც წერ და ცოტა არ მინდა რომ თავი მოგაწყინოთ. მაგრამ ესეა რა. თეატრი არის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყარო და არ შეიძლება ესე იქიდან ნაპირზე იყოს მიგდებული თეატრი და აქეთ ნაპირზე იყვნენ ხალხი. რაღაცა ხიდებია საჭირო რომ გაკეთდეს და ალბათ თუ ჩართულობა გახდება სახელმწიფოსი საჭირო, მაგალითად ის რომ რაღაცა პროგრამები დააფინანსოს მთავრობამ სკოლებში, ან ბაღებში, ან უნივერსიტეტებში თუნდაც რომ რაღაცა სპექტაკლზე წაიყვანოს, თქვათ, სტუდენტები აჩვენოს რაღაც თვეში ერთხელ თითო სპექტაკლი, თითო თეატრში სადმე. ალბათ ძალიან კარგი პროგრამა იქნება ეს საგანმანათლებლოც და კულტურულიც და ეთიკურიც და ყველანაირი ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ არიან ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, ვისაც მატერიალური საშუალება არ აქვს იმისი, რომ ეხლა ადგეს და ერთი სპექტაკლის ბილეთში გადაიხადოს 50 და 60 ლარი და თუნდაც 20 არა აქვს მაგას მნიშვნელობა. და იმ დონეზე რო ვართ საქართველოში, რომ ადამიანს ურჩევნია შაურმა ჭამოს ვიდრე სპექტაკლზე წავიდეს თეატრში, ხო? აი ამას აქვს მნიშვნელობა რატომ? და ალბათ თეატრების ბრალია ეგ. თეატრში სპექტაკლის სანახავად წასვლას რომ შაურმის ჭამა ურჩევნია ადამიანს, ხო, ეს არის თეატრების ბრალი.
დაწერილი. ეს ჩემი აზრით. და არა მარტო ჩემი აზრით, რა ესეა. მოკლედ, მინდა მადლობა გითხრათ ყველას, რომ ამდენი ხანი მომისმინეთ. მინდა რომ მართლა გულით ყველას გისურვოთ წარმატებები ცხოვრებაში. მინდა რომ ჩვენი თეატრი ისე დადგეს ფეხზე, როგორც იდგა თავის დროზე. აი ესე ვიტყვი ინგლისურ prime Robikos პერიოდი რო იყო. სხვა შორის Robikos prime Robikos პერიოდში გავითვალისწინოთ ისიც რა კოლექტივი ყავდა Robikos ირგვლივ და ყანჩელი კომპოზიტორი და მინდიაშვილი მხატვარი და ნუ აი ძალიან სხვაგან მივყავართ ამ ლაპარაკს და აი მინდა რომ აი ეს prime Robikos პერიოდის თეატრი რო იყო და prime თემურჩხეიძის პერიოდის თეატრი რო იყო, აღარაფერს აღარ ვამბობ მიშა თუმანიშვილზე და სანდრო ახმეტელზე და აი იმ დიდ თაობებზე აღარ ვამბობ. აი აქეთ ჩვენსკენ უფრო. ხო, ისაც ჩვენი თვალით გვინახავს, ხო? აი მათი prime პერიოდის თეატრი რო იყო საქართველოში, თუნდაც ჭოლას prime პერიოდი რო იყო. ხო, აი მინდა რომ ისე ვის დაბრუნდეს რა. და მინდა რომ იმდენი ხალხი დადიოდეს ისევ თეატრში და ნახულობდეს სპექტაკლებს და არჩევდნენ მე ამას და იყოს ამაზე დებატები რაღაცა გადაცემაში მაინც. ვერაფერს ვერ გაიგებ თეატრზე. თუ ასე რაღაცა არ შექმნა ვიდეო სოციალში, რომ აი ამ თეატრში დაიდგა ესა და ეს სპექტაკლი და არის რაღაცა ნაწყვეტებს ჩაყრიან და ფოტოებს და რაღაცას და ამით უნდა მივხვდეთ ახლა ჩვენ როგორი სპექტაკლი იყო ის ან როგორი არის. კი, მართალია უნდა წახვიდე და ნახო. მაგრამ კიდევ ვიძახი, ესე არ დავდიოდით ყველა დადგმულ სპექტაკლზე რა, რაც იდგმებოდა, აი თუ გავიგებდით ვიღაცისგან, რომ ის სანახავია. ხო? აუცილებლად წავიდოდით და ვნახავდით. და ჭორის დონეზე, ჭორით მოდიოდა ჩვენამდე, ჭორად. და ისე მივდიოდი და დღეს ამდენი საშუალება არსებობს, ამდენი ონლაინ რაღაცა არსებობს, ამდენი YouTube რაღაცა არსებობს და კაციშვილს არა აქვს ეგეთი გადაცემა და მე ალბათ ცოტა ხანში გამოვალ რაღაც ინიციატივით, რომ რაღაცა მსგავსი პოდკასტივით შევქმნა, სადაც დავსვავ მართლა პროფესიონალ რეჟისორს, მართლა პროფესიონალ თეატრმცოდნეს, მართლა პროფესიონალ მსახიობს და რაღაც სპექტაკლზე, რომელსაც ვნახავთ, იმას მე გავარჩევთ დაწვრილებით. აღნიშნავთ, ვინ კარგი იყო, ვინ ცუდი იყო, ვინ რა მიქარა, ვინ როგორ მიქარა, ვინ შეასრულა, ვინ მაგრა შეასრულა და ასე შემდეგ რა. მე მგონი საჭიროა ესეთი გადაცემის გაკეთება და ალბათ ვიქნები მე მაგის ინიციატორი, რომ ეგეთი გადაცემა გაკეთდეს რა. იმიტომ რომ ესე მიშვებული, მიგდებული ვიღაცა მართლა ნიჭიერი ქუჩაშია, ვიღაცა საერთოდ არც ადამიანად რო არ ვარგა, არც რეჟისორად, არც არაფრად რო არ ვარგა ეგეთი რომ თეატრის მართველია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ქართული თეატრი დღეს მართლა ძალიან თუ ვითარებაშია რა. არაობიექტურობის, არაპროფესიონალიზმის ბუმია ირგვლივ. თეატრცოდნეები ხო საერთოდ სად არიან გარტყმაში არ არის არავინ. ხო და იქნებ ამოწიო ეს საკითხი მე და ვიყო ინიციატორი იმისი, რომ რაღაც ეგეთი ან პოდკასტი, ან რამე პროექტი დაიწეროს და შევიტანოთ რომელიმე ტელევიზიაში და იქნება და მოხდეს სასწაული და რაღაცა კარგი ნორმალურისთვის გამოიყოს დრო ქართულ ტელევიზიაში, რომ აი ესე დაასხდნენ ადამიანები, პროფესიონალი რეჟისორი, პროფესიონალი მსახიობი, პროფესიონალი თეატრცოდნე და წავიდეს გარჩევა რაღაცა სპექტაკლი. აი ეს მაგალითად ამა და ამ თეატრში დაიდგა ესა და ეს პიესა. ამა და ამ რეჟისორმა დადგა, თამაშობენ ეს. და წავიდეს ამ სპექტაკლის განხილვა. რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი, რეჟისორი სად ცდება, სად კარგია, სად და ასე შემდეგ. მე მგონი საჭიროა რა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ ამ ეტაპზე.
და ხო ну აი ბოლოს ოდის გაიგეთ რომ რომელიმე თეატრს რაიმე გრან-პრი ან სადმე რაიმე ჯილდო აეღო რომელიმე ფესტივალზე ხო არ ყოფილა ეგეთი მე არ გამიგია ძალიან დიდი ხანია თუმცა ძალიან სასიამოვნო რაღაცა მოხდა აგერ მაგალითად სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახლა ფესტივალზე იმყოფებოდა და ერთ-ერთმა მონაწილემ ქრისტინე ბერუაშვილმა აიღო მეორე ხარისხოვანი ქალის როლის შემსრულებლის პრიზი, ჯილდო, არ ვიცი ოქროს მედალია თუ რაიმე ესეთია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი წამოიღო მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის პრიზი. და მინდა მიულოცო ქრისტინე ბერუაშვილს, ძალიან ნიჭიერ ადამიანს, ჩემ კოლეგას, ძალიან ხშირად და ბევრჯერ მდგარვართ ერთად სცენაზე, პარტნიორები ყოფილვართ სცენაზე. ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ძალიან პროფესიონალი რაც მთავარია, თავის საქმის მცოდნე და რაც დღეს იშვიათობა სხვათა შორის და მინდა მიულოცო მთელი გულით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრს, გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და მთელ მის კოლექტივს ეს ძალიან კარგი წარმატება და ეს ერთი და სხვა მრავალი. მოკლედ მე ამითი გემშვიდობებით დღეს დავამთავროთ უკვე, იმიტომ რომ ძალიან გაგვიგრძელდა, დღეს მაინც პირველი გადაცემაა და რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ გვერდი. დამიკომენტარეთ, რას ეთანხმებით, რას არ ეთანხმებით, იქნება მეც ვცდები რამეში და ასე შემდეგ რა, მე ჯანსაღი კრიტიკა არასდროს არ მწყინს ყოველგვარი შეურაცხყოფის და ფამილიარობის გარეშე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემთ და იმედი მაქვს, რომ თქვენშიც დავიმსახურებ პატივისცემას და ერთმანეთს ესე პატივისცემით მოვეპყრობით და მე მგონი კარგი ინიციატივა იქნება ჩემი მხრიდან აი ესეთი რაღაცა გადაცემის გაკეთება და თქვენს დაწერეთ თქვენი აზრი. მართლა მოგეწონებათ ესეთი ტიპის გადაცემა, პოდკასტი თუ როგორი ტიპის მოგეწონებოდათ, აი იმაზე თქვენი კომენტარები თუ შეიძლება არ დაიშუროთ და რაც მთავარია გამომიწერეთ. კარგად, წარმატებებს გისურვებთ ყველას, ღმერთი ფარავდეთ და იმედია გვერდში დამიდგებით. აბა კარგად.